ისრაელის მოქალაქეებო, ძვირფასებო. ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდი ირანის მცდელობების წინააღმდეგ, რომ ბირთვული იარაღი შეეძინა. შემიძლია ეს ჩემი ცხოვრების მისიად განვაცხადო. ამ მისიას დღემდე ვასრულებდი და მომავალშიც გავაგრძელებ მის შესრულებას. შეთანხმების გარეშე. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, არც დღეს და არც ხვალ. სანამ მე ვიქნები ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ეს არ მოხდება. მე ხლა ვისმენ ადამიანებს, რომლებიც კითხულობენ, რას მივახციეთ და მე ვპასუხობ მათ, რას მივახციეთ. ჩვენ თავიდან ავიცილეთ დაუყოვნებელი განადგურების საფრთხე. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებთან ერთად განვახორციელეთ ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში. ჩვენ გავანეიტრალეთ ბირთვული მეცნიერები, გავანადგურეთ ტერორისტული რეჟიმის ლიდერები, დავანგრიეთ ბირთვული ობიექტები. ჩვენ გავანადგურეთ რაკეტები და რაკეტების მწარმოებელი ქარხნების უმრავლესობა. ჩვენ დავათხით უამრავ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ინფრასტრუქტურას. ჩვენ გავანადგურეთ მათი საზღვაო ძალები და მათი საჰაერო ძალები. ჩვენ გავანადგურეთ ბაზის მეთაურები, რომლებმაც ირანის ხალხი დახოცეს. ჩვენ უზარმაზარი ზიანი მივაყენეთ. ჩვენ ამას ასობით მილიარდ დოლარად ვაფასებთ. ზოგი ამას ტრილიონ დოლარამდე აფასებს. უზარმაზარი ზიანი ირანის ეკონომიკას, რომლის აშენებასაც ათწლეულები დასჭირდა. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რამ არის? ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ ისრაელის სახელმწიფო გადავარჩინეთ ბირთვული განადგურების საფრთხისგან. რადგან უნდა გავიგოთ, ირანი ბირთვული იარაღისკენ მიიწევდა სულ ცოტა ხნით ადრე, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა. ის მიიწევდა ბირთვული იარაღისკენ და ცდილობდა თავისი ბირთვული და სარაკეტო ინდუსტრია ღრმად მიწის ქვეშ დაემალა. თუ იმ დროს არ გვემოქმედა, როცა ვიმოქმედეთ, ჩვენ ყველანი ამ საფრთხის ქვეშ ვიქნებოდით. და ის საფრთხე, რომ ისრაელის მოსახლეობა განადგურდებოდა, ჩვენ წლების განმავლობაში მოვიშორეთ. ეს იყო ის, რაც შევძელით. ჩვენ ისრაელის სახელმწიფო განადგურებას გადავარჩინეთ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, ისრაელის მოქალაქეებო, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და არ არის დასრულებული. ჩვენ მოგვიწევს ვიყოთ ფხიზლად, დავჭეთ ძლიერები და მტკიცეები, დავიცვათ საკუთარი თავი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ეს ასეა, ეს მხოლოდ ირანს არ ეხება, ეს ასევე ეხება ირანის ტერორისტულ მკლავებს, რომელთა წინააღმდეგაც უპრეცედენტოდ მოქმედებთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ ღაზაში, გავაკეთეთ ლიბანში, სირიაში, იემენში, გავაკეთეთ იუდეასა და სამარიის ლტოლვილთა ბანაკებში, გავაკეთეთ ყველგან. ჩვენ გავანადგურეთ დეიფი, ჰანიე და სინვარი, ჰამასის ბევრ ლიდერთან ერთად. ფაქტობრივად თითქმის ყველა, ვინც იმ საშინელი ხოცვა ჟლეტის დროს იქ იყო. ფიქრობ კიდევ დარჩა და ისიც იქნება ლიკვიდირებული. ჩვენ გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი და უამრავი ტერორისტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ უკან დავაბრუნეთ ყველა ჩვენი გატაცებული ღაზიდან, ბოლომდე, უკანასკნელიც კი. არა მისჯეროდა, რომ ამას გავაკეთებდით, მე მჯეროდა. მითხეს პრემიერ-მინისტრო უნდა დაუნებდეთ, რაფაში არ შეხვიდე, დაასრულე ომი, დავაბრუნოთ გატაცებულები, ჩვენი გასვლა ღაზიდან გამარჯვებად შევაფასოთ. მე ამ სულელულ სიტყვებს არ დავთანხმდი. ჩვენ შევედით რაფაში, შევედით ღაზის ქალაქში. ბევრი ადამიანის აზრის წინააღმდეგ და ყველა გატაცებული დავაბრუნეთ, უკანასკნელამდე. და არა მხოლოდ ეს. ჩვენ ავაფეთქეთ ბიპერები, გავანადგურეთ ტირანი, ნასრალახი, შევაჩერეთ რადუანის ძალების შეჭრა გალილეაში, გავანადგურეთ ნასრალახის მიერ აშენებული 150,000 რეაქტიული ჭურვისა და რაკეტის აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ისრაელის ქალაქების გასანადგურებლად იყო განკუთვნილი. გახსოვთ რას გვეუბნებოდნენ? თუ ჰეზბოლასთან ბრძოლაში შევალთ, 10,000-ობით დავოპული გვეყოლება, შენობები დაინგრევა თელ-ავივში, ჰაიფაში, იერუსალიმში, ბეერ-შევაში, ისრაელის ქალაქები ნანგრევებად იქცევა. გახსოვთ ეს? მე ეს არ მივიღე. ჩვენ ვიბრძოლეთ მათ წინააღმდეგ და როგორ ვიბრძოლეთ? ჩვენ ასევე დავიკავეთ მათი საკვანძო პოზიციები, მაგალითად აბუ-აფორი, საიდანაც ჰეზბოლა წლების განმავლობაში ემუქრებოდა ჩრდილოეთის თემებს, ფაქტობრივად მთელ ქვეყანას. და ამავე დროს ჩვენ კიდევ ერთი რამ გავაკეთეთ. დავამყარეთ ღრმა უსაფრთხოების ზოლები ისრაელის სახელმწიფოს გარშემო. ეს გავაკეთეთ ღაზაში, ლიბანში, სირიაში, სადაც სხვათა შორის გავანადგურეთ ასადის არმიის ყველა იარაღი, რომელიც ბოროტების ღერძის ცენტრალური რგოლი იყო. და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ დავჩებით უსაფრთხოების ზონებში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნის დასაცავად. რადგან 7 ოქტომბრის შემდეგ მე დავამკვიდრე ერთი მარტივი პრინციპი.
ისრაელი არ დაუშვებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს საზღვრებთან დამკვიდრდნენ, ტერორისტული გვირაბები გათხარონ, ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, ჩვენს მოქალაქეებთან ახლოს მასობრივი მკვლელობებისთვის მოემზადონ. დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების მამაცი ჯარისკაცები ტერორისტებსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის დგანან. და სინამდვილეში რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ თლიანად შევცვალეთ ჩვენი უსაფრთხოების დოქტრინა. ჩვენ თვითონაც შევიცვალეთ. შიშის ბარიერი დავამსხვრიეთ. ჩვენ ავიღეთ ინიციატივა დავარტყით, მოულოდნელობაში ჩავაგდეთ და დავაზიანეთ ისინი, ვინც ჩვენთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. ისრაელი ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე და ირანის ბოროტების ღერძი ახლა უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე. და თუ ვინმე გეტყოდათ ომის დასაწყისში, რომ ჩვენ მივახცევდით ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე და არც კი ჩამომითვლია ყველაფერი, თქვენ ითხოვდით, რომ ის ოცნებობს. კი, ლაპარაკობენ, პირდებიან, არა, ჩვენ ეს გავაკეთეთ. და დღეს მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს მივახციეთ, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამის შემცირებას, ჩვენი დიდი მიღწევებისთვის გაუქმებას. და მე გეუბნებით, ჩვენ კიდევ ბევრ დიდებულ რამეს მივახცევთ. ჩვენ გავაგზავნებთ რეგიონში საფრთხეების აღკვეთას, ავაშენებთ ახალ ალიანსებს, როგორც რეგიონულ, ისე რეგიონს გარეთ ქვეყნებთან, დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას შეიარაღებაში. მე დავამკვიდრე კიდევ ერთი პრინციპი და თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 350 მილიარდ შეკელს უნიშნავ. ჩვენ განვავითარებთ წარმოსახვას მიღმა ტექნოლოგიებს, რათა ისრაელი კიდევ უფრო ძლიერ ძალად ვაქციოთ. რადგან ჩვენი ძალა ჩვენი მომავლის გასაღებია, ჩვენი უსაფრთხოების გასაღებია, ჩვენი ეკონომიკის გასაღებია, ჩვენი ალიანსების გასაღებია, რადგან ალიანსები ძლიერებთან ყალიბდება. და დღეს ისრაელი ძალიან ძლიერი ქვეყანაა და ის ძლიერია თქვენი წყალობით, ისრაელის მოქალაქეებო. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მტკიცე პოზიციისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ჩარდარის, იმ ხარდაჭერისთვის, რომელსაც მთავრობას უწევთ იმ ხარდაჭერისთვის, რომელსაც მე როგორც პრემიერ-მინისტრს მაძლევთ. და ყველაზე მეტად მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მამაც მებრძოლებს, როგორც რეგულარული სამსახურის, ასევე რეზერვის წევრებს, ზღვაზე, ხმელეთზე და ჰაერში. ისრაელის თავდაცვის ძალებში და ყველა უსაფრთხოების ძალაში თქვენნაირი არავინ არის. ისრაელის გმირებო, ერთად მტკიცედ დავდგებით და ერთად გავაგრძელეთ გამარჯვებას. ნუ გეშინია იაკობ და ნუ შეშინდები ისრაელო. ერთად ღმერთის დახმარებით უზრუნველყოფთ ნეცახ ისრაელს. კითხვები არხი 14-დან. საღამო მშვიდობისა, ბატონო პრემიერო. შეგიძლია თუ არ უთხრათ, თუნდაც მეგობრულ ამერიკის პრეზიდენტს, რა არის ისრაელის სახელმწიფოს წითელი ხაზები? ისევ მარტო შეუტევდით ირანს? და კიდევ ერთი კითხვა. ლიბანში დამოუკიდებლად შეუტევდით? იგივე კითხვას გისვამთ. ერთი კითხვა. იგივე კითხვა. კარგი, პრეზიდენტი ტრამპი და მე მრავალი წელია ვისნობთ ერთმანეთს. ის არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ. ხშირად ერთნაირად უყურებთ მოვლენებს, მაგრამ არის შემთხვევების, როცა განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მე ვარ პასუხისგებელი ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებზე, მე ვიცავ მათ და მინდა გითხრათ, რომ ამ ინტერესების დაცვა საჭიროა აგრესიის გარეშე. ამის გაკეთება სიბრძნით უნდა მოხდეს და ამისთვის საჭიროა დიდი გამოცდილება, დიდი გონიერება და ამერიკული პოლიტიკური გარემოს კარგად ცოდნა. ამისთვის საჭიროა ძალიან დიდი გამოცდილება. გონია რომ ამას საუკეთესო გზით ვაკეთებ და როცა საჭიროა, მტკიცედ ვიცავ ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს. გმადლობთ და 24 ნიუსი. გამარჯობა ბატონო, მინდა კითხოთ, მოვიგეთ ომი, რომელსაც თქვენ აღდგომის ომს უწოდებთ. და თუ არა, ირანთან შემდეგი დაპირისპირება მხოლოდ დროის საკითხია? ფიქრობ, რასაც დღეს ვხედავთ, ჩვენი მდგომარეობა აღდგომის ომში 7 ოქტომბერს უბრალოდ ვერ შეედრება ჩვენს ამჟამინდელ ძალას. ჩვენ დავარტყით ჩვენს მტრებს, დავამსხვრიეთ ირანული ღერძი, ირანული ტერორის ღერძი. ჰეზბოლა მხოლოდ ჩრდილია იმისა, რაც ოდესღაც იყო. ჯერ კიდევ დარჩენილია სამუშაო ღაზაში. ჩვენ ვაკონტროლებთ ღაზას ტერიტორიის 60%-ზე მეტს. ღაზა აღარ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ისრაელისთვის. რას თქვენ ხედავთ ღაზის სექტორში? ეს არის რაღაც, რისიც არავის ჯეროდა, რადგან მე ვთქვი, რომ ესეც მოხდებოდა. მე ვთქვი, რომ რეგიონი კვლავ აყვავდება და ხალხი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. და არ ვიცი, იცით თუ არა თქვენ. დღეს ღაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბინებზე მოთხოვნა უზარმაზარია. საკმარისი ბინები არ არის. ყველა იქ წასვლას უნდა, მაგრამ რატომ უნდათ მათ იქ წასვლა?
იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად შევძელით ამ საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა და გატეხვა, ასევე დიდი კეთილდღეობის პაკეტის მოტანა. ეს არის ის, რასაც ჩრდილოეთშიც გავაკეთებთ. ვიცი, ჩრდილოეთს ვსტუმრობ, რამდენიმე დღის წინ შლომიში ვიყავი. იქ ხედავ როგორც საზოგადოების შესანიშნავ განწყობას, ჩრდილოეთის მსხოვრებლებისას, ასევე მათ სირთულეებს. და მე ამის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მათ იქაურ ლიდერებს უთხარი რა გავაკეთეთ ღაზაში და არავის ჯეროდა რომ ამას გავაკეთებდით. ჩვენ ამას ჩრდილოეთშიც გავაკეთებთ და თქვენ აქ უსაფრთხოება გექნებათ, ასევე კეთილდღეობაც და ამას მივახცევთ. მე პირადად ამის ერთგული ვარ და ამაზე ვმუშაობთ. პირადად, ადათ. მე ვფიქრობ, რომ ჰეზბოლაზე ძალიან ძლიერი დარტყმები მივაკენეთ, მართლა ძლიერი დარტყმები. დღეს იმ 150,000 რაკეტიდან მხოლოდ 8 დარჩა. დღეს ჩვენ შევქმნით უსაფრთხოების ზოლი, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ჰადუანის ძალამ დაიფროს გალილეა. ჩვენ მოვკალით ათასობით ჰეზბოლას ტერორისტი და დღესაც მოქმედებთ. მე პირადად ხელმძღვანელობ ამ პროცესს, რათა გადავჭრა მსოფლიო პრობლემა. ამას აფეთქებად დრონებს ეძახიან და ჩვენ ამას ვაკეთებთ. უკვე ვახორციელებთ გადაწყვეტილებებს ადგილზე. ღმერთის დახმარებით იქ ვიქნებით. ანუ ჩვენ ჩრდილოეთის მოსახლეობას იმავე უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მივცემთ, სხვათა შორის მათთვის მილიარდიანი კეთილდღეობის პაკეტი დავიწყეთ. ჩრდილოეთის მოსახლეობას უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუდანთ. ჩართეთ ახლა 11 არხი, რომ ყველაფერს თვალყური ადევნოთ. პრემიერ-მინისტრო, ოპერაცია ჩაგათ არის დასაწყისში თქვით, რომ მიზნად ისახავდით ირანში რეჟიმის საფრთხის მოცილებას. 3 თვის შემდეგ ამ კამპანიის დასრულება გამოცხადდა. რეჟიმი ისევ დგას, საფრთხეც კვლავ რჩება. სადაუშვით შეცდომა. ვინ თქვა რომ მე შევცდი? თქვენ ამბობთ ამას, მე კი პირიქით გეუბნებით, მე არაფერში შემცდარ ვარ. მე დავადგინე მიზნები და კაბინეტმაც მიზნები სხვანაირად განსაზღვრა, ვიდრე თქვენ ამბობთ. თქვით რომ გვიდა თავიდან ავიცილოთ ეგზისტენციალური საფრთხე, ბირთვული საფრთხე. და ჩვენ ეს გავაკეთეთ. თქვით რომ გვინდა თავიდან ავიცილოთ რაკეტების საფრთხე და ეს გავაკეთეთ. და თქვით რომ გვინდა შევქნათ პირობები, რომლებიც ირანის ხალხს, თუ ის ასე მოისურვებს, მისცემს საშუალებას თავად მოიშოროს ეს ტერორის რეჟიმი. ეხლა შემიძლია გითხრათ ერთ რამეს. ირანი ძალიან რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ჩვენ იქ ყველა შესაძლო ინფრასტრუქტურას დავარტყით. ზიანი უზარმაზარია. ამ რეჟიმის შიგნითაც ბზარები არსებობს. იმის თმა როდის დაეცემა ეს რეჟიმი. არ ვიცი, შემეძლო თუ არა მეთქვა რომ საბჭოთა რეჟიმი დაეცემოდა, მაგრამ ის დაეცა. უბრალოდ ვერ გეტყვი, თუ ვერ გეტყვი. შენ განსაზღვრე. არა, მე ეს არ დამისაზღვრო. ზუსტად როგორც თქვი, ნუ განსაზღვრავ ჩემს მაგივრად, რადგან ზუსტად ვიცი რა დავისაზღვრე. და მე ვთქვი რომ შეიქმნას პირობები, რომლებიც დაეხმარება ირანის ხალხს რეჟიმის დამხობაში, არავინ იცის, როდის დაეცემა ეს რეჟიმი. ჩემი შეფასება თქვენ კამერებისთვის თქვით ბატონო რევიუ, მადლობა საფრთხის მოცილებისთვის. არა, ბატონო მოაბ, დიდი მადლობა. ნახეთ, მე მესმის რომ თქვენთვის რთულია ფაქტის მირება, თქვენთვის ეს რთულია. საპირისპიროდ ყველაფრისა, რასაც თქვენ მუდმივად იმეორებთ თქვენს არხებზე, აქ დიდი მარცხია. მარცხი. ისრაელი 7 ოქტომბერს და ისრაელი დღეს, როგორ შეიძლება შევადაროთ ისრაელი ემექალავისამდე. როდესაც ეს რეჟიმი ბირთვული იარაღისკენ მიისწრაფვის და აპირებს დამატებით ათასობით ბალისტიკური რაკეტის წარმოებას ჩვენს წინააღმდეგ. და დღეს ეს საფრთხე მოცილებულია. ეს ორი რამ მიღწეულია და მთავარი მიღწეულია და მთავარი რაც მინდა გითხრათ, მთავარი რასაც გეუბნებით არის ის, რომ არსებობს ორგანიზებული და სისტემური მცდელობა, შეამცირონ ეს მიღწევები და წარმოაჩინონ ისრაელი დასუსტებულად. ისრაელი დასუსტებულად. მაგრამ ისრაელი გამოდის ძლიერი, გამძლე ლიდერობით, რომელიც იცის როგორ დაიცვას ის, რაც დასაცავია გონიურულად, გონიერად და მტკიცედ. დიახ. მინდა რომ დაიცვათ მხოლოდ ერთი შეკითხვის წესი, არხი 13. ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეგიძლიათ დღეს ღამით ისრაელის მოქალაქეებს უთხრათ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თავდაცვის ძალების ქმედებებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე და არა პრეზიდენტი ტრამპი. სხვებმა უკვე დასვეს კითხვები და მეც მინდა თქვენი პასუხი. ამბობენ, რომ აპირებთ საპენსიო გასვლას შემდეგ არჩევნებზე. აპირებთ თუ არა არჩევნებში კენჭისყრას და ბოლომდე მისვლას. მადლობა. პირველ რიგში ძალიან შეძრული ვარ თქვენი შეშფოთებით. ვიქრი თუ არა კენჭს. ხვდები. ამიტომ მინდა დაგამშვიდოთ. დიახ, კენჭს ვიყრი და ასევე ვაპირებ გამარჯვებას. ეს არის პირველი საკითხი ჩემს ურთიერთობაზე პრეზიდენტ ტრამპთან, რაც სინამდვილეში თქვენი შეკითხვის არსია. შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს აკეთებს, რასაც მე ვთხოვ, ხოლო აქ ისრაელში პირიქით ამბობენ, რომ მე ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ის ვთხოვს. ამიტომ არც ეს არის სიმართლე და არც ის. ეს არის პარტნიორული ურთიერთობა, სადაც ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ.
როგორც უკვე ვთქვი, ხშირად ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ზოგჯერ არ ვეთანხმებით. ეს ხდება საუკეთესო ოჯახებშიც კი და შემიძლია ვთქვა, რომ დავადგინე გარკვეული პარამეტრები ჩვენი მოქმედებისთვის და სწორედ ამას ვაკეთებთ. სხვათა შორის ვინ გეუბნება თქვენ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, რომ შეგვიძლია დავიფხროთ. ნახევარ ევროპას მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება სჭირდება. ეს სიმართლე არ არის და ასევე შეგვიძლია უგულებელყოთ ის, რასაც შეერთებული შტატები ამბობს. ესეც სიმართლე არ არის. ამასაც ვითვალისწინებთ. სხვათა შორის ჩვენ ვაფასებთ, რომ მან სიმამაცით შემოაბიჯა ამ ადგილას. ამერიკის არმია მოიყვანა ჩვენთან ერთად საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს დიდებული რამ არის. ცემ პატივს ამას, მაგრამ ვერ ვითყვით, რომ ყველაფერს უგულებელყოფთ, რაც სოფლიოში ხდება. ან გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ვერ ვითყვით, რომ მთლიანად ამ მოსაზრებებს ვემორჩილებით. რადგან მე ვფიქრობ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით ისრაელის სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ დიდ საქმეებს აკეთებს და ბევრ ასპექტში ლიდერობს. ჩვენ ინიციატივა ავიღეთ, ვიმოქმედეთ, გავაოცეთ და ასევე გავიმარჯვეთ. არხი პირველ რიგში, როცა ოპოზიციაში იყავით, არჩევნებამდე, თქვით, რომ ლაპიდი და განცი პოსტზე ჩაეძინათ. ბაიდენის მთავრობა აჩქარებს შეთანხმებას, რომელიც ისრაელისთვის წინა სტრატეგიულ კატასტროფაზე უარესია და ისინი არაფერს აკეთებენ. სენატორებს და კონგრესის წევრებს უნდა შეხვდნენ და ტელევიზიაში გამოჩნდნენ. კითხვაა, თქვენ შეგეძინათ მორიგეობისას და აპირებთ თუ არა ამ ყოველფრის გაკეთებას, კონგრესთან შეხვედრას. ზუსტად რა მოხდა და რატომ მოიქცა ტრამპი ბაიდენივით და ასეთი შეთანხმება? მე ესეთ შედარებას არ გავაკეთებდი. ჯერ არ ვიცით რა იქნება შეთანხმება. შემიძლია თქვა, რომ ძირითადი განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ სიტუაციას შორის ის არის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ახლდეს სარწმუნო სამხედრო მუქარა. იმ დროს სარწმუნო სამხედრო მუქარა არ არსებობდა. სამხედრო მუქარა საერთოდ არ იყო. დღეს იმის გამო, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ჩვენი მიზეზით, რადგან ჩვენ იქ შევედით. 14,000 თავდასხმით, ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება. დაახლოებით 14,000 თავდასხმა, დაახლოებით ნახევარზე ცოტა მეტია ნაკლები, ნახევარზე შეერთებულ შტატებსა და ჩვენ შორის. არსებობს სარწმუნო სამხედრო მუქარა. კიდევ ერთხელ ვამბობ, შემიძლია ვისაუბროთ ჩემს ვალდებულებაზე, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თავისი დასული ცხოვრების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ერთ რამეს მიუძღვნა, ირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის აღკვეთას. და ვამბობ, რომ არა ის, რაც წლების განმავლობაში გავაკეთე, ირანს უკვე დიდი ხანია ექნებოდა ატომური ბომბები, ასე რომ მათ არ აქვთ და არ ვაპირებ, რომ გქონდეთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. და კიდევ ერთხელ, არ ვაპირებ რაიმე შეზღუდვას ამ მიზნის მიღწევაში და ეს მიზანი მარტივია, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. ინეთი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვით, რომ არ ხართ ვალდებული ლიბანის პუნქტით ამ შეთანხმებაში, მაგრამ ხართ ვალდებული ირანის შეთანხმებით ამ შეთანხმებაში. კიდევ ერთხელ, ეს შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა გააფორმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და მას ჯერა რომ ნამდვილად შეუძლია, როგორც სრუტეების გახსნა, ასევე ბირთვული პროგრამის გაუქმება. და მე ვთქვი, ეს მისი გადაწყვეტილებაა, ვიმეორებ და ვამბობ, ეს მისი გადაწყვეტილებაა, ის ხელმძღვანელობს ამას და რა თქმა უნდა, მე გამოვხატე ჩემი აზრი რამდენიმე საუბარში. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ინტერესები. პირველ რიგში ბირთვული საფრთხე, მე ვალდებული ვარ, რომ ეს საფრთხე არ იყოს ჩვენს წინააღმდეგ და მეორე, ლიბანის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ იქ შევქმენით უსაფრთხოების ზონა და დავრჩებით იქამდე ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ირანი გვინდოდა, რომ იქიდან გამოსულიყავით, ეს არ მოხდა. იცით რატო არ მოხდა ეს? სხვა საკითხებთან ერთად, იმიტომ რომ მე ძალიან მტკიცე პოზიცია დავიკავე. ამ საკითხში ძალიან გადამწყვეტი ვიყავე და ვფიქრობ, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ეს სიმტკიცე და მტკიცე პოზიცია სცემთ პატივს. ჩვენ იქ ვრჩებით, რადგან ეს გვჭირდება. გვჭირდება ჩრდილოეთის მოსახლეობის დაცვა და კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მოქმედების თავისუფლება. და თუ ისინი მოგივლენ თავს, დაგვესმებიან, ან მოგივლენ თავს, როგორც დღეს მოხდა. დღეს ჩვენ გავანადგურეთ 4 ტერორისტი, 2 მოტოციკლეტისტი, რომლებიც მუქარის ფორმით მივახლოვდნენ ჩვენს ძალებს, იქნენ ლიკვიდირებულნი და შემდეგ კიდევ 2 ტერორისტი. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს მოქმედების თავისუფლებას და ვინარჩუნებთ უსაფრთხოების ზონას, რათა დავიცვათ ჩრდილოეთის მცხოვრებლები. ძალიან მადლობელი ვარ თქვენთვის. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, დიდი მადლობა და მალე შევხვდებით. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მალე შევხვდებით, მაგრამ გონი ჩემთვის ასე არ იქნება.